მოგესალმებით. პირდაპირ ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსის სტუდიაში თქვენთვის ირაკლი ფარულავა მუშაობს. დღეს გადაცემაში ნახოთ. სამედიცინო გადაცემა იმპულსის ახალი რუბრიკა, რომლის ფარგლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე ქართველ ექიმებს ვესტუმრებით. ჩვენი პირველი სტუმარია გერმანიის ქალაქ უნაში მომუშავე ნევროლოგი, პროფესორი ზაზა კაცარავა. იმპულსის დღევანდელი გადაცემა განსხვავებული ფორმატის იქნება. როგორც ჩვენი ერთგული მაყურებლისთვის ცნობილია, იმპულსი ტრადიციულად სხვადასხვა დაავადებების, მასთან დაკავშირებული გართულებების და მკურნალობის შესახებ მომზადებულ თემებს ეხება. სტუდიაში მოწვეული ექიმი კი პირდაპირ ეთერში მაყურებლისთვის საინტერესო შეკითხვებს პასუხობს. დღეს ჩვენი სტუმარი, რა თქმა უნდა, ქართველი ექიმი იქნება, თუმცა მას ამჯერად არა საქართველოში, არამედ ევროპაში, უშუალოდ მის სამუშაო გარემოში ვესტუმრეთ. რამდენიმე კვირის წინ გერმანიის ქალაქ უნას ქრისტიანულ ჰოსპიტალში ამავე კლინიკის ნევროლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, პროფესორი ზაზა კაცარავა ჩავწერეთ და თქვენთვის მომზადებულ მასალას მალე იხილავთ. იმპულსის ეს რუბრიკა, რომლის მიზანია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე წარმატებულ ექიმებთან საინტერესო ინტერვიუების ჩაწერა, ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპის ქალაქებს მოიცავს, თუმცა იმედი გვაქვს მომავალში მთელ მსოფლიოში მომუშავე ქართველ სპეციალისტებსაც გაგაცნობთ. სამედიცინო გადაცემა იმპულსის შემოქმედებითი ჯგუფი შუაგულ ევროპაშია და აქ მოღვაწე ცნობილ ქართველ ექიმებს გაგაცნობთ. ამჯერად გერმანიის ქალაქ უნაში ვიმყოფებით და ცნობილ ნევროლოგ, პროფესორ ზაზა კაცარავას ვესტუმრებით. გერმანიის ქალაქი უნა დორტმუნდთან ახლოს 15 კილომეტრში მდებარეობს და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მხარეს ეკუთვნის. ქალაქი, რომლის მოსახლეობა 100,000-ზე ნაკლებია, მდიდარი ისტორიით გამოირჩევა და შუა საუკუნეებში მასზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები გადიოდა. მოგესალმებით ბატონო ზაზა, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მოგზავნით. გითხარით თქვენი კლინიკის შესახებ. მოგზავნით. თავიდან ამ ქალაქის სიმბოლოთი დავიწყოთ. ეს გახლავთ ვირი, ამ ქალაქის სიმბოლო, იმიტომ რომ თვითონ ქალაქი უნა არის ისტორიულად აგებული გზა. ბრუგედან მომავალი ტრანსპორტი, ბრუგედან მომავალი ვაჭრები გაივლიდნენ ამ გზას, რომელსაც ქვია ჰელვეგ, ანუ წმინდა გზა და მიემართებოდნენ აღმოსავლეთ ევროპისკენ. და ეს მცირე ქალაქები ისე არის აგებული, რომ ერთი დღის სავალი ყოფილიყო ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქამდე. ესენის უნივერსიტეტის პროფესორი, ნევროლოგი ზაზა კაცარავა 2011 წლიდან ქალაქ უნას ქრისტიანული ჰოსპიტალის ნევროლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. უნაში კლინიკის დაარსების ოფიციალური თარიღი 1858 წელია. თუმცა ამ ქალაქში სამედიცინო მომსახურების ისტორია გაცილებით ადრე იწყება. ესე იგი, ჩვენ ხა ვიმყოფებით ქალაქ უნას ქრისტიანულ საავადმყოფოში და აი ამ დერეფანში აღბეჭდილია სურათებზე ამ საავადმყოფოს, კი არა, ვთქვათ, საავადმყოფოს, ამ ქალაქში საავადმყოფოს განვითარების ისტორია. 1315 წელს პირველად აი ამ პატარა სახლში დაარსდა გაჭირვებული ხალხისთვის რაღაცა პატარა სახლი, მომვლელი სახლი ალბათ უფრო ვიდრე საავადმყოფო. ამ წლიდან იწყება ისტორია. ამ წლიდან იწყება ამ ქალაქში სამედიცინო მომსახურების ისტორია და დახმარების ისტორია. ეს ვითარდება, ხედავთ რომ ეს სახლი იზრდება, უკვე საავადმყოფოს სახეს იღებს და მოგეხსენებათ რომ მაშინ საავადმყოფო უფრო მოვლის დანიშნულება ჰქონდა ვიდრე გამოკვლევის და მკურნალობის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შეზღუდული იყო. და ის შესაძლებლობები მედიცინის განვითარებიდან გამომდინარე. და უყოლიათ კიდევაც რომ აქ ექთნები, რა თქმა უნდა, ყველა მონაზონები იყვნენ. მონაზონები იყვნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც, ანუ 60-იან წლებამდე, მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე ექთნები ამ საავადმყოფოში იყვნენ მონაზონები. ხედავთ, აქაც უკვე ვითარდება, ეს არის დამხმარე პერსონალი, ამათ ქვიათ გრუინე დამენ, ასე უძახიან, ასე ქალბატონები მწვანეში ჩაცმულები, რომელიც მოხალისეები არიან. ეს ქალბატონები, რომელიც პენსიაში გადიან, უსასყიდლოდ ეხმარებიან საავადმყოფოს, დღესაც ასეა. უსასყიდლოდ ეხმარებიან საავადმყოფოს, რომ უნდათ რომ კეთილი საქმე გააკეთონ და ეხმარებიან მათი სოციალური პასუხისმგებლობა
გამოიჩინონ თანა მემამულეების მიმართ. ზაზა კაცარავამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და რეზიდენტურა ნევროლოგიის მიმართულებით გაიარა. ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში შეისწავლა ვირთაგვებში იშემიური ინსულტის პათოფიზიოლოგიის საკითხები და წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ხედავთ თქვენ აქ რომ 67 წელს დაარსდა ამ საავადმყოფოში ნევროლოგიური განყოფილება და მისი პირველი განყოფილების გამგე იყო დოქტორ ულბრიხტი. შემდეგი გახლავთ ბატონი ებერჰარდ ფინკე, რომელიც ამ განყოფილებას შემდეგ ხელმძღვანელობდა 2011 წელს გავიდა პენსიაში. და 2011 წელს მე ბატონი ფინკეს შემდეგ გადავიბარე ეს განყოფილება და მე გახლავართ ამ განყოფილების რიგით მესამე დეპარტამენტის დირექტორი. საქართველოში დისერტაციის დაცვის შემდეგ ის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიით გერმანიაში გაემგზავრა და ქალაქ ესენის უნივერსიტეტში ნევროლოგიის მიმართულებით რეზიდენტურა დაამთავრა. 2006 წელს მე დავიცავი სადოქტორო დისერტაცია ესენის უნივერსიტეტში. იმ შემთხვევაში მაშინ ესე დაემთხვა, რომ ანგელა მერკელის პირადი თანაშემწე იყო ჩემი პაციენტი. და მადლობის ნიშნად, სულ არ უთქვამს არაფერი, ისე გაეწერა და მე მადლობის ნიშნად თხოვა ეთყობა ანგელა მერკელს, რომ პირადად მიულოცე სადოქტორო დისერტაციის დაცვაო და ეს გახლავთ ანგელა მერკელის მოლოცვა. ეს არის მე მგონი ძალიან საინტერესო ისტორია. იტალიის პავიას უნივერსიტეტმა გადმომცა მე გიორგი ყაუხჩიშვილის პრიზი. გიორგი ყაუხჩიშვილი იყო ქართველი ემიგრანტი, რომელიც თურმე მიუნხენში ცხოვრობდა და გრიგოლ რობაქიძესთან მეგობრობდა. და მერე მისი შვილიშვილი ხანდაზმული ადამიანი ესწრებოდა ამ პრიზის გადმოცემას, მილანში მოხდა და ის ყვებოდა, რომ უსიამონება მოუვიდათო გრიგოლ რობაქიძეს და გიორგი ყაუხჩიშვილს ჰიტლერთან დამოკიდებულებით. ხო და გიორგი ყაუხჩიშვილი თურმე უსიამონება მოუვიდა და გადავიდა იტალიაში სასწავლებლად. იყო ექიმი და პავიას უნივერსიტეტში დაუარსებია გერიატრიული განყოფილება, ანუ ერთ-ერთი პირველი იყო იტალიაში იმ წლებში, რომელმაც იფიქრა, რომ გერიატრიული მედიცინა მნიშვნელოვანია და ამას მომავალში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. და მისი მოსწავლე იყო იტალიელი პროფესორი ნაპი, პროფესორ ჯუზეპე ნაპი, რომელიც ძალიან ემადლიერება თავის მასწავლებელს. ეხლა ჯუზეპე ნაპიც ძალიან ხანდაზმული ადამიანი იქნება და მას დაარსებული ჰქონდა გიორგი ყაუხჩიშვილის სახელობის პრიზი და რომელიც 2008 წელს გადმომცეს მე. უნას ქრისტიანულ კლინიკაში პროფესორი ზაზა კაცარავა ნევროლოგიის, ეპილეპტოლოგიის, გერიატრიის და ადრეული რეაბილიტაციის დიდ დეპარტამენტს 2011 წლის შემდეგ უდგას სათავეში. უნას ქრისტიანულ კლინიკაში მოხვედრამდე საკმაოდ დიდი გზა და შორი გზა არის გავლილი. მე გერმანიაში ჩამოვედი 1996 წელს. მაშინ ახალგაზრდა ნევროლოგი ვიყავი, რომელმაც დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, მერე საკანდიდატო დისერტაცია ასე ეკვა მაშინ. დავიცავი თბილისის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში და 96 წელს მოვიგე DAAD, არის ეგეთი გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახური, Deutsche Akademische Austauschdienst. იმისი ერთ-ერთი პირველი გამარჯვებული სტიპენდიანტი ვიყავი და წამოვედი გერმანიაში. წამოვედი ესენის საუნივერსიტეტო კლინიკაში. და უკვე მაშინ ვიცოდი, რომ მე გერმანიაში მინდოდა ჩემი სწავლა გამეგზელებინა და სპეციალისტი გერმანიაში ჩამოყალიბებულიყავი. ესენის უნივერსიტეტში ჯერ სამეცნიერო თანამშრომელი ვიყავი, მე საკმაოდ წარმატებულად წარიმართა ეგ საქმე. მე მომიწია სამედიცინო სახელმწიფო გამოცდის ხელახლა ჩაბარება, იმიტომ რომ ქართული დიპლომის არ ცნობს გერმანია. და მე უკვე რეგულარული თანამშრომელი გავხდი ესენის უნივერსიტეტის, გავიარე რეზიდენტურა, ჩავაბარე სპეციალისტის გამოცდა, შემდეგ დავიცავი სადოქტორო დისერტაცია. დილის შეკრება.
პაციენტების ისტორიების გაცნობა და მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვა უნას ქრისტიანული ჰოსპიტალის ნევროლოგიის დეპარტამენტში სამუშაოს აუცილებელი ნაწილია. დაახლოებით 70,000 მოსახლეობა ცხოვრობს თვითონ ქალაქში, შემოგარენ სოფლებში კიდევ დაახლოებით 200,000 ადამიანი ცხოვრობს და აი ამ 300,000-იან მოსახლეობას ემსახურება ეს საავადმყოფო. მე რომ ჩამოვედი, ვნახე რომ ეს ქალაქი საკმაოდ ხანდაზმული ხალხი ცხოვრობს ამ ქალაქში. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი იყო, რომ ხანდაზმულების მედიცინა უნდა განვითარებულიყო, რომელიც არ არსებობდა. შესაბამისად, ჩამოვაყალიბე გერიატრიული განყოფილება, მერე შემოვიერთეთ ეპილეფსიის განყოფილება, შემდეგ დავაარსეთ ადრეული რეაბილიტაციის განყოფილება და ამით ყველაფრით შეიქმნა ერთი დიდი ცენტრი, რომელსაც ქვია ნევროლოგიის, ეპილეპტოლოგიის, გერიატრიის და ადრეული რეაბილიტაციის დეპარტამენტი. აი ამ დეპარტამენტის დირექტორი გახლავართ მე ახლა. ეს არის კლინიკური კარიერა, რომელიც მე გავიარე და ამას კიდევ თქვათ განშტოებები ქონდა, ჩემთვის საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო, ეს გახლავთ ჩემი 3-წლიანი განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც მივიღე კლინიკური ეპიდემიოლოგიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დიპლომით მაქვს მე ის დამთავრებული. შემდეგ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ვარ ნამყოფი, სადაც სამედიცინო ხარისხის დაცვის კურსი გავიარე და ასევე კელნის უნივერსიტეტში გავიარე სამედიცინო ეკონომიკის საფუძვლები. მე უნაში უკვე 14-15 წელიწადია ვარ, ეს კლინიკურ განვითარებაზე მოგახსენეთ, მაგრამ სამეცნიერო საქმიანობა არ შემიწყვეტია. ჩემი ძირითადი მიმართულება, ჩემი სამეცნიერო ინტერესი გახლავთ თავისკივილი და შაკიკი და ბოლოს ვიყავი ევროპის თავისკივილის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც 3-წლიანი ვადის შემდეგ უკვე ჩემს მომავალ პრეზიდენტს გადავაბარე. პროფესორ ზაზა კაცარავასთან ერთად უნას ქრისტიანულ ჰოსპიტალში სხვა ქართველი ექიმებიც მუშაობენ. ქართველი ნევროლოგის ხელმძღვანელობით ისინი კლინიკური საქმიანობის პარალელურად სამეცნიერო სამუშაოსაც აგრძელებენ. გერმანიაში მოღვაწეობ უკვე 2018 წლიდან პირდაპირ ამ კლინიკაში მოვხდი ბატონ ზაზასთან, სადაც გავიარე ჯერ ქართული რეზიდენტურა გერმანიაში, რომელიც შემდგომ აღიარება მოხდა საქართველოში და შემდგომ უკვე გერმანული სალიცენზიო გამოცდის ჩაბარების მერე უკვე გავაგრძელე ისევ გერმანიაში ბატონ ზაზასთან წავე ნევროლოგიაში მუშაობა ქალაქ უნაში. ამ წუთას ჩვენ მქონდა პაციენტის ვიზიტი, ეს არის ჩვენი სამუშაო პროგრამა დიგიტალიზირებული, სადაც პაციენტებს ყველანაირი მონაცემები გვაქვს შეყვანილი, ყოველი ვიზიტები ყოველდღე ტარდება, პაციენტის ოთახის წინ ხსნით პაციენტის შესაბამის აქტს, სადაც განყოფილების ხელმძღვანელი ან მთავარი ექიმი მოდის ვიზიტებზე, ხდება ნებისმიერი ყოველდღიურად პაციენტის აქტის დათვალიერება, ახალი გამოკვლევების დანიშვნა, ძველების დასკვნების წაკითხვა და ვიზიტებზე პაციენტებთან შესვლა. მის სახელს უკავშირდება საქართველოში შაკიკის სამკურნალო პრეპარატის დაბალ ფასებში შემოტანა და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მისი ხელმისაწვდომობის გაზრდა. ქართულ მედიცინაში თავიდან ჩავერთე, მოგახსენეთ კიდევაც, ეს იყო პირველი კონფერენციები რეგულარული, თავისკივილს ეხებოდა, ეს თავისკივილის კლინიკების დაარსება იყო, ეს სუმატრიპტანის დაბალ ფასში შემოტანა, ხელმისაწვდომ ფასში შემოტანა იყო. 7 ევრო ნახევარი ღირდა ერთი ტაბლეტი, რომელსაც ვერავინ ვერ ყიდულობდა და მას მერე რაც ერთად შემოვიტანეთ აქტავისის სუმატრიპტანი $1, იმან რა თქმა უნდა ყველა ეძულებული გახდა, რომ ფასი გაეაფებინა და ხალხისთვის ხელმისაწვდომი გახდა. უნას ქრისტიანულ ჰოსპიტალში ინტერვიუს ჩაწერისას კედლებზე ფოტოები და ნახატები ვნახეთ, რომლებსაც საინტერესო ისტორია აქვს. თქვენ ამ დერეფანში ხედავთ, ეს გახლავთ ბატონი ელმარ ბონმანის ნახატები. თვითონ ელმარ ბონმანი იყო ჩვენი კოლეგა, ორთოპედი ამ ქალაქში და საკმაოდ ცნობილი ორთოპედი, რომელსაც მერე დაემართა პარკინსონის დაავადება და რომელიც დიდი წლების განმავლობაში ჩემი და ჩვენი განყოფილების პაციენტი იყო. და მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა ოჯახმა მისივე თხოვნით მისი სამოყვარულო ნახატები გადმოგცა ჩვენ განყოფილებას და აი ეს ნახატები კიდია ახლა ამშვენებს ამ კედლებს. ახლა ამ სურათზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. ეს სურათი გადაღებულია კორონას პერიოდში.
და ყოველ წელს გერმანიის ნევროლოგთა საზოგადოება აცხადებს ხოლმე კონკურსს. იმ წელს გამოაცხადა კონკურსი საუკეთესო ფოტო. თელს გერმანიის მასშტაბით განყოფილებებს შეეძლოთ, რომ თავიანთი გუნდის ფოტო გაეგზავნათ. და ჩვენ ესეთი ფოტო გავაკეთეთ, თქვენ ხედავთ, რომ ეს კორონას პერიოდია, ესენი ჩვენი მაშინდელი თანამშრომლები არიან. მასკები უკეთიათ, ამ მასკაზე ხედავთ, რომ იმ ქვეყნის დროშა არის გამოსახული, რომელი ქვეყნიდანაც ეს ადამიანია, აი ჩვენი ქართველი კოლეგა ბაჩო შავლაყაძე, მაშინ ჩვენი რეზიდენტი იყო და წარწერასაც ხედავთ, მნიშვნელობა აქვს, რომ ნევროლოგიას საზღვრები არა აქვს. ნევროლოგი kennt keine Grenzen. ძალიან კარგი სლოგანი. და ამ სურათით ჩვენმა განყოფილებამ მთელი გერმანიის მასშტაბით საუკეთესო ფოტოს პრიზი მოიგო იმ წელს. მინდა აღვნიშნო საზოგადოება ჯიფას არსებობა, რომელიც სხვა რამოდენიმე კოლეგასთან ერთად და პირველ რიგში ბატონ ალექსი ბაიდუშვილთან ერთად დავაარსეთ ამსტერდამში და ეს ყველაფერი ნევროლოგიას ცდება. ეს არის საკმაოდ დიდი ჯგუფი, 30-40 ქართველი. საქართველოში რეგულარული შეხვედრები გაქვს, ჩვენს გადაცემაშიც გავაშუქეთ. კი, აი ეს ჯიფა სწორედ იმას ემსახურება, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხს გავაუმჯობესოთ საქართველოში, თუ ეს საჭიროა და იმ ახალგაზრდა კოლეგებს დავეხმაროთ, რომელსაც ევროპაში უნდა ჩამოსვლა. ყოველ წელს ამისთვის ტარდება კონფერენცია საქართველოში. ეხლა შემდეგი ისევ დაიგეგმა და მაისში ჩატარდება საქართველოში. მარტო მკურნალობის წამლის შემოტანა და ერთი მკურნალობის დანერგვა არ ნიშნავს მთელი ამ დარგის განვითარებას და ჩვენ გვჭირდება დარგის განვითარება, რომელიც მოიცავს მოსახლეობის განათლებას, პირველად პრევენციას, პირველად რგოლის ექიმების განათლებას, სასწრაფო დახმარების მანქანების, სასწრაფო დახმარების სისტემის გაუმჯობესებას, თვითონ სპეციალიზირებული ცენტრების ჩამოყალიბებას და მათ ხარისხის კონტროლს. პროფესორ ზაზა კაცარავას დახმარებით რამდენიმე წლის წინ საქართველოში დაინერგა იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი. სისტემური თრომბოლიზისი. თადერთი მკურნალობა, რომელიც არსებობს ინსულტის, ეს არის აი ამ დახშული სისძარღვის გამტარებლობის აღდგენა. ესე იგი თრომბი რაც არის, ის უნდა დაიშალოს და ამისი ორი გზა არსებობს. ეხლა მე ახლა გეტყვით, რომ მე რომ ახალგაზრდა ექიმი ვიყავი და მუშაობა რომ დავიწყე, დიდი ინსულტიანი პაციენტი დიდი ინსულტით განწირული იყო. განწირული იყო ხეიბრობისთვის და ეს ასე დარჩებოდა და ვერ შეიცვლებოდა. და ბოლო 20 წლის განმავლობაში მოხდა ამ დაავადების მკურნალობის რევოლუცია. ეს რევოლუცია განაპირობა აი იმ მწვავე მკურნალობის შესაძლებლობამ, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც უკვე დანერგილია მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში. ეს გახლავთ ან სისტემური თრომბოლიზისი, ანუ ინტრავენურად შეგვყავს წამალი, რომელიც განაპირობებს ამ შექმნილი თრომბის დაშლას, რომელიც პირველი 3 საათის ან 4 საათნახევრის განმავლობაში უნდა მოხდეს ამის შეყვანა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 4 საათნახევარი ჩვენ საცდელად თავისუფლად გვაქვს. პირველ საათში გაკეთებული თრომბოლიზისი გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე მე-4 საათზე გაკეთებული თრომბოლიზისი. იმიტომ ესეც გასაგებია, ხო, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი ნეირონი შეუცვლელად ვითარდება. მეორე ასევე ძალიან ეფექტური მეთოდი არის კათეტერით შესვლა. კათეტერი შეყავთ ხოლმე სისძარღვიდან, პერიფერიული სისძარღვიდან, კათეტერი მიყავს მერე ნეიროქირურგს ან ნეირორადიოლოგს იმ თრომბოზის ადგილამდე და იქ ლოკალურად შლის ამ თრომბს. უხშირესად ორივე უნდა გაკეთდეს. რაც შეიძლება სწრაფად სისტემური თრომბოლიზისი, წამლის ვენაში შეყვანით და თუ საჭიროა, მერე უკვე თრომბექტომიის გაკეთება. აი ეს არის იშემიური ჰემორაგიული შემთხვევაში ბუნებრივია სხვა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჰემორაგიული ინსულტი სულ სხვა დაავადებაა, ეს უკვე სისჩაქცევაა თავის ტვინში, მაგრამ ჩვენ ახლა მოდი შემოვიფარგლოთ იშემიური ინსულტით, იმიტომ რომ სწორედ ეს არის ჩვენი ამ საუბრის ერთ-ერთი მიზანი. როგორც ბატონი ზაზა აღნიშნავს, საქართველოში ჩატარებული კვლევებით ინსულტის შემთხვევები მნიშვნელოვნად აღემატება სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს და ამას თავისი მიზეზი აქვს. ჩვენ ამისთვის რამოდენიმე დიდი კვლევა გავაკეთეთ, რომელიც არ არსებობდა საქართველოში. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ იშემიური ინსულტი საქართველოში ძალიან ხშირია. 4-ჯერ უფრო ხშირია,
ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. და ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ საქართველოში მოუწესრიგებელი ვასკულური რისკ ფაქტორებია, გაცილებით უფრო მეტი ადამიანი ეწევა სიგარეტს, მოუწესრებელია უამრავ ადამიანს არტერიული წნევა, აქვს მოციმციმე არითმია და შესაბამის სწავლებს არ იღებს. ანუ ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში უამრავი პრობლემა არის პირველადი ჯანდაცვის სფეროში. ეს ერთი. მეორე თვითონ პაციენტს რომ დაემართება ინსულტი, ეს ჩვენ ვთქვით და ავხსენით, თუ რატომ უნდა მოხდეს მკურნალობა რაც შეიძლება უფრო სწრაფად. ეხლა ეს სწრაფად რომ მოხდეს ეს მკურნალობა, ამისთვის საჭიროა რომ პაციენტმა თვითონ გამოიცნოს, რომ ეს სიმპტომები შეიძლება ინსულტის სიმპტომები იყოს. ან მისი ოჯახი უნდა მიხვდეს, რომ ეს სიმპტომები შეიძლება ისემიური ინსულტის სიმპტომები იყოს. და შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად მიხვდებიან ამას და რაც უფრო სწრაფად შეატყობინებენ სასწრაფო დახმარების მანქანას, მით უფრო მალე მოხდება პაციენტის გადაყვანა. ეს манипуляция ინსულტის განვითარების პირველ საათებში ტარდება და რაც ყველაზე მთავარია, მნიშვნელოვნად ამცირებს ინვალიდობის და ლეტალობის რისკებს. ეს არის არაჩვეულებრივი შეგრძნება. პირველი წლები რო იყო, რომ სანამ ეს ინსულტი დაინერგებოდა და ყველგან დაინერგებოდა, უამრავი წინაღობა იყო გადასალახი. იმიტომ რომ ეს ლიზირება ეხლა ასე კარგად ჟღერს, მაგრამ იმას თავისი უკუჩვენება აქვს. ის ცოტა სარისკო პროცედურაა. ამიტომ ექიმსაც ეშინოდა, აბა რო გამირთულდეს, აბა მერე დამსჯიან, მერე პაციენტის რა უთხრა, პირველი წარმატებული საქართველოში და ქუთაისში პირველი წარმატებული შემთხვევები სწორედ ექიმები ან მათი ოჯახის წევრები იყო. აი რო წარმოიდგინეთ როგორი შეგრძნება არის, რომ დამბლადაცემული მარჯვენა ხელს და მარჯვენა ფეხს ვერ ამოძრავებ. ეს და უსწრაფად რამოდენიმე წუთის წინ ჯანმრთელი ადამიანი იყავი და ეხლა ხელი და ფეხი გაშეშებული წევხარ ლოგინში, ვერ ანძრევ ამას, ეს გაოცება, შიში, თან მეტყველების მოშლა, ლუღლუღებს ვერ ამბობს. და მე გარკვეული ჩატარებული მკურნალობის შედეგად ეს ადამიანი აღდგა და ისევ რომ იმ მეთოდების და ინოვაციური მეთოდების დახმარებით, რომელიც თქვენ დანერგეთ მე სახელი და გვარიც კი მახსოვს იმ ადამიანის, რომელიც მოვიყვანე ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში და ის კაცი წამოდგა კიდევაც და აი ნახეთ ხელებს და ფეხებს ისევ ამოძრავა. მიიღებთ თვალ მონაწილეობას საქართველოში გერიატრიის, გერონტოლოგიის და აი ამ მნიშვნელოვანი დარგის განვითარებაშიც და ხართ თუ არა ჩართული ამ პროცესებში. იცით რა, დიდი სიამოვნებით მივიღებ ყველანაირ ინოვაციაში მონაწილეობას, მაგრამ ერთი რამეც ვისწავლე მე, რომ ყველაფერს ერთდროულად ვერ გააკეთებ. კონკრეტული ამოცანა უნდა არსებობდეს და იმ კონკრეტული ამოცანის მისაღწევად პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო. და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გერიატრიული მედიცინის საკითხი საქართველოში აუცილებლად დადგება, იმიტომ რომ ხანდაზმული ასაკის ხალხის რაოდენობა ძალიან ბევრია. უამრავი ოჯახია, სადაც მათი შვილები საზღვარგარეთ არიან და ამ ხალხს მკურნალობა უნდა, მიხედვა უნდა, მათ დემენცია უვითარდებათ. ამ ხალხს ჭირდება, მაგრამ ეს ყველაფერი მე ისევ დგება ხოლმე დაფინანსდება თუ არ დაფინანსდება. ერთი რამეც უნდა ითქვას, ეს ინსულტსაც ეხება, გერიატრასაც ეხება და ეს მინდა პირდაპირ თქვა. გერმანიაში ეს იმიტომ არის ამდენი ძალისხმევა, იმიტომ რომ არის მე ხეიფარი ადამიანი სახელმწიფოს ხაზინიდან ხდება მისი მოვლა. არის ეგეთი დაზღვევა, რომელიც ასევე როგორც ჯანდაცვის დაზღვევა, ისე არის ეს Rentenversicherung ქვია, Pflegeversicherung, ანუ მოვლის დაზღვევა, თუ ვიღაცამ უნდა მოუაროს ამ ხალხს. ასეთი იყო იმპულსის ერთი სამუშაო დღე გერმანიაში მოღვაწე ქართველ ექიმთან, ზაზა კაცარავასთან ერთად, რომელმაც გერმანული პუნქტუალობით გაწერილი დატვირთული დღის მიუხედავად ჩვენთვის დრო მაინც გამონახა. ჩვენ კი ვრჩებით ევროპაში და ქალაქ დორტმუნდში სხვა ქართველ ექიმს ვესტუმრებით. ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახოდა. შემდეგ კვირაში კი ქალაქ უნადან
დორტმუნდში გადავინაცვლებთ და მე ან გინეკოლოგ მედიცინის დოქტორ პაატა სარიას გაგაცნობთ. მე კი ჯანმრთელობას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გებიშტობებით.